მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გიბრუნდებით ისევ უმაგრესი ვიდეოთი. ჩამოგვივიდა ძალიან ბევრი ამანათი, როგორაც ხედავთ და არ ჩვენ არის რა. არ მახსოვს რა არის. წარმოგიდგენთ რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ზუსტად რა იქნება არ ვიცი. ამიტომ მოდი პატარა განყოფა გავაკეთოთ თქვენთან ერთად და აგერ ხა ჩემი ოპერატორი დღევანდელი ბატონი ჯუბა, რომელსაც დაადებს ხელს, ისე დავიწყებ რა. ესე იგი, დავიწყოთ პატარათი. პატარათი. პირველი გამიხსენთ ეს ბატონი მიკოლას. ოკეი. რა არის შენი აზრით? ბიჭო, მომაკიდები ხელი. აზრზე არა. მე ვარ. სავარაუდო პასუხები მითხარი და გეტყვი. სავარაუდო პასუხები არის ტელეფონის кейსი, კამერას кейსი, მანქანის ნაწილი და სათამაშო მანქანა. ჩემი აზრით მანქანის ნაწილი. მანქანის ნაწილია? მეც მას მგონია. მგონი ეს უნდა იყოს ჩასი. ჩასია? ეს ჩავსვათ ვიდეოში სპოილერი გამო. არა უშავს. ესე იგი მეგობრებო, ვიწყებთ რა პროექტს, პატარა პროექტს ვიწყებთ, სადაც ავაზრდით თავიდან ბოლომდე მანქანას და ეს არის კარბონის ჩასი, რომელიც დაგჭირდება ამ მანქანის ასაწყობად. თქო, რომელი მანქანაა, იმედია დღეს ამის თქმა არ მოგვიწევს, მაგრამ შეიძლება აქ იყოს. აი ესეთია ჩასი. კარბონია, ფულ კარბონია, ხო? ფულ კარბონია და თან რეგულირებადი არის. კაი, ეს კარბონი ეს გამისწორდა რა. იმიტომ რომ მანქანასაც ველოდებით მალე იმ მანქანას. და ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ YouTube-ზე. და უნდა გამოგვიწერონ. რა თქმა უნდა. შემდეგი რომელი გინდა დამიდე. ანუ ნახე CDD-ის მიხედვით გავყვეთ. შემდეგი ეს, მერე ეს. ოკეი, ეს რა იქნება შენი აზრით? სავარაუდო პასუხები, ეგრე რთულია, ეხა რა ვიცი. სავარაუდო პასუხები. მანქანის ნაწილი, მანქანის მოტორი, მანქანის ბატარეა და პატარა კამერა. მე მინდა რომ იყოს კამერა, მაგრამ მანქანის ელემენტი მგონი. ელემენტი კი არა და რაც თქვით ეხლა. მოტორი? ხო, მანქანის მოტორი მგონი. მაგრამ იმედია კამერა იქნება. კამერა მინდა. ეხლა ეს რა? განახებთ. ეს არის 4S-ი. ხადაო? 4S-ი 1800 მილიონი. თუ 3S-ი, ხადაო, ბიჭო 3S-ი გამომიწერია. შემოგვაყარეს? არა, კაია, იმიტომ რომ 4S-ი გაგვანახე, არ მიდის კი არა და იმ მანქანისთვის 4S-ი ძალიან ბევრია. და ეს არის 3S ბატარეა. ეს ოფროუდის. ოფროუდის, ხო? ერთსული ვაგროდი შავდებ. 3S-ი არის, ნახე 3S-ი. დაგვანახე. 3S-ი ეს ანუ 3S-ი 3 ბლოკი არის და შესაბამისად ბევრად უფრო მეტი power-ი მიდის მანქანასთან რა. და ეხა ოფროუდის მანქანას, მაგრამ პროექტები გვაქვს ძალიან ბევრი რა. ოფროუდის მანქანისთვის გამოწერილი გვაქვს ახალი მოტორი და ES-ი და იმ ოფროუდის მანქანით ვაპირებთ რომ რაღაცა ცოტა ძალიან მაღალი კილომეტრები დავდოთ. რეალურად იმ მანქანას არ ჭირდება, მაგრამ რაც პროსტრაფებით უფრო კარგია. შემდეგი აი ესეც აღარ გვინდა. შუაში. ეს შუა? ხო. კაროჩე ერთ სიტყვით ნახე, ეს უნდა იყოს იმ ჩასის корпуსი, მე ეგრე ვფიქრობ რა ვარა. არ მახსოვს, ამე და მოდი აქ გამოცემ. ანუ მანქანის რივიალსაც გავაკეთებთ, ასე გამოდის, რა მანქანის პროექტი იწყება? კი. ოკეი. ეგ არის? ეს რა არის? ეს დამედო გულზე. ეს არის ძალიან კაი რაღაცა. აი, შემდეგი სპოილერი. ერთი სიტყვით მეგობრებო, ეს არის ყველა ის ნაწილი, რომელიც გჭირდება, რომ 4x4-ზე რო დადის ის მანქანა, რომლის პროექტსაც ვიწყებთ, გადავიყვანოთ უკანა წამყვანზე და გქონდეს ძალიან მაგარი მოხვევის კუთხე. აი, ზევიდან როდებს ის ჩასი გვაქვს, უკანა წამყვანზე რო გადავიყვანოთ, მაგის კიტი გვაქვს და 3S-ი გვაქვს კიდე ოფროუდისთვის. უკვე კარგად მიდის დღევანდელი unboxing-ის ვიდეო და შემდეგი. ეს ხო? მოგიდე ხელი, იგზენი რა არის? ეს მართლა არის რა არის? ბიჭო, ეს რაღაც ოთხკუთხედი დიდი ჩანს. მე ვიცი რა არის. ეს ორი ერთნაირი არის. ესე კონტროლერი უნდა იყოს. მეგობრებო, ვინც არიცით, ჩვენ სტრიმავთ TikTok-ზე, ხო ნახა ლაივებში გავდივართ, FIFA-ს თამაშობთ, სხვა თამაშებს თამაშობთ, ერთად ვერთობით თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. და ვინც ეს არ იცოდით, მომილოცავს, იმიტომ რომ ისეთ სტრიმს შეგიძლიათ უყუროთ, რომელიც მართლა გესიამონება თქვენს გაერთობით და საერთოდ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ამიტომ ჩვენ სტრიმზე შემოდით. და მართალი ვიყავი? სტრიმზე შემოდი მართალი იყავი და ეს არის PlayStation 4-ის კონტროლერი. რა ფერია? 5-ის ფული არა გვაქვს. ჯერ ფული არ გვაქვს. რა ფერია? რა ფერია? ვიდეო სამნისფერი. ყოჩა, ნიკა, დამტენი გააფუჭე. რამდენი რა ფუჭები? დაგვანახე. ცელოფნებიც კი აქვს უკვე, ნახე ბიჭო. აი კონტროლერი. მეორე იქნება ჩემი აზრით ვარდისფერი. აუ, მართლა არ მახსოვს რა ფერი იყო. მე მგონი ლურჯი. მე მგონი იყო ლურჯი თუ არ გამომიწერე, დაგეხავდა. წითელი?
არ მახსოვს. ხო, ლურჯი. Oh shit. ძალიან. ამნაირი არის ოღონდ თეთრი რა. ანუ ორი ჯოისტიკი გვაქვს. შესაბამისად, სტრიმის ხარისხი უკვე აიწევს გუში PlayStation 5-ის ჯოისტიკებს ვთამაშობთ, მაგრამ რაღაცა 4 უფრო ზის რა ხელში, თორე მართლა ხუთს გამოვიძე. შემდეგი გავხსნათ აი ეს. ეს ორი. ეს ორი მეგონა ჯოისტიკი. მაგხელა რა იყო ახლა? ახლა ინტრიგაშია. ეს არის ერთი GT M3-ის ისა корпуსი და მეორე არის Z-ის. ვიცი, რაც არის. ჩემი აზრით ეგა. არა არის корпуსი არ არ მითხრა რა არ გახსოვს. корпуსი სად არის? ის რა არის ვაფშე დიდი. корпуსი სადაა? რა ვიცი მე? კაი, აწი ჩამო. ეს ორი არის? არ თქვა. გახსენე რა არის? მე გითხარი ჩემი აზრით რა ხო ის корпуსებია. M3 და Z. ჩემი აზრით მანქანები. მანქანები? ახალი მანქანები ავაფარო კამერას ხელი? არა. გოლფი? გოლფი. ეს ახალი გოლფები ჩამოგვივიდა მეგობრებო. ელემენტი მოაყოლეს. ფერი ვნახოთ. Shout out-ი გავუკეთოთ. ეს გოლფები ღირს 90 ლარი. ძალიან მაგარია თავის ფასში. აბა? 99. 99 ხო. ანუ თავის ფასში არის ძალიან მაგარი. მოყოლა როგორც სარბოლო, ასევე დრიფტის სამურავები. აი ესეთი არის. ძმაო, პატარა ექსიდენტი მოგვივიდა. ესე იგი, აი ესეთი არის ეს გოლფი. ვაფშე ცელოფნებშია. ცელოფნებში. მე ცელოფნები არ მოვასწრებ, მაგას ავაზრობ მე. არა, ავაზრო, ბიჭო. ძალიან მაგარი მანქანები ესენი. კი, აი ძალიან ზესტია, ბიუჯეტური. პულტიც ძალიან მაგარი მოყვება. უბრალოდ ამას გირო კონტროლი არ აქვს რა. რა, ნაწილები, იგი სპოილერი. ხო, რეები მოყვება, კიდე ეგეც გვანახი. დამტენი, სპოილერი, დრიფტის სამურავები. ყველაფერი მოყვება. ეს სარკეები, რაღაცეები, короче, ალდიარსი არის, ალდიარსი მაგარი მოდოჟები არის. მე მაინტერესებს ეს რა ფერი გამოწერე, იმიტომ რომ აღარ მასწავლს. სხვათა შორის ესენი ახალი მოდელები გამოვიდა ბრატ, აგი. ეს მე მგონი იარისი არის? Peugeot-ა ბიჭო. Peugeot-ა ბაზარი არაა და ეს რალის მანქანები ძალიან Renault-ი და ის Toyota არის. ხო რა, და აი ის მანქანა რომელია დაგვიწერეთ კომენტარებში, აი ეს. ეს. აი ეს რომელია დაგვიწერეთ. აი, დავაი მაინც. და მე მართალი ვარ. და ორივე ლურჯი? ისევ ლურჯი. და კულმინაციური მომენტი, მივედით დიდ ხუთს. ხო, ეგ რა არის? და ის ჩასერგანა ხო ის? корпуსია მაგის? корпуსი არა, ის არის მანქანა, რომელსაც გადავაკეთებთ. მაგრამ სანამ გადავაკეთებთ, ამის განხილვას მაინც გავაკეთებთ. პატარა ტიზერი. Oh shit. და ძვირფასო მეგობრებო. ეს მანქანა იქნება ლიმიტედი. არ გაიყიდება. თუ გაიყიდება. 1.28 Ford-ი ხო? წესით Ford Fiesta. Ford Fiesta რალი მანქანა, რომელიც არის დრიფტი, კვადრო და ძალიან მაგარი როჯა არის რა და 30 კმ/სთ-ით დადის 1.28 მანქანა და ეს იყო ზოგადი unboxing. ეგ მანქანა ახლა არ გახსნა. ვიცი. რა? შიგნით რაღაცა დამახვილეს. წერილია და გიწვევენ. შემდეგი საჩუქარი? გიწვევენ ახლა. ისევ საჩუქარი? ოპა, ჩინური ბატარეი. ო, 6 წელი. ხო ხედავთ, პატივს გცემენ უკვე. ბატარეის ბიზნესაც ვიწყებთ. ჩვენი ვიდეო დასასრულს ვახლოვდება. მაგ მანქანა ეხლა არ გაიხსნება ამ ვიდეოში. ეს რატო არ უნდა? შემდეგი ვიდეო. აი, ზამასკაში აგდებ ხალხს. კი, რომ შემდეგს უყურონ. არ გახსნა. ბიჭო, სიკეთეს რო გააკეთებ. ეს ვიდეო თუ ავა 100 ლაიქზე, მერე დაიდება ამ ვიდეოს unboxing. ნიკ არ გახსნა ეგ ვიდეო. აი მანქანა. კაი, ეხავს, ეხა შემდეგი ვიდეო ჩავდივარდებ. მე ხო ხედავთ, მე კეთილი ვარ. შესაბამისად, ეს ვიდეო ისედაც 100 ლაიქზე უნდა ავიდეს. აუ, ხო არ გადააყ, რა. კაი, არ გამოაჩინე. კაი, რა არ გამოაჩინე, მოდი ბიჭო, ანახე ხალხს ჩემი გასა. მაშინ მეტი აღარ ამოიღოსიო. მეტი რა უნდა ამოვიდე. მეტი ვიცით კიდე ის ამოიღება შეიძლება. აი მეგობრებო. ვაიმე. ესე იგი მეგობრებო, ბევრი ვეძებე, მაგრამ მაინც ვერ ვნახე. მოკლედ რო გითხრათ, რაღაც ნაწილები მქონდა გამოწერილი წინასწარ ამ მანქანისთვის, აგერ არის მაგალითად ამორტიზატორები, რაღაცა სხვა ფერში და თან უფრო კაი friction shock-ები აქვს. და კიდე ამისთვის მქონდა რაც ყველაზე მეტად მინდოდა რომ ენახა BBS-ის ლურჯი დისკები, რომელიც იმ корпуს, რომელსაც მე ამას დავაგებ, ძალიან მოუხდება და ჰინტი მოგეცით. BBS-ის ლურჯი დისკები მაქვს და корпуსი თქვენ გამოიცანეთ. Короче, ესაა და ეს. შევხვდებით კიდევ. რა თქმა უნდა. კიდევ და კომენტარებში ვინც გამოიცნობთ BBS-ის დისკები, რომელ корпуსზე ეგება, 20%-იანი ფასდაგლობა ნებისმიერ მანქანას. პირველ მომხმარებელს. პირველი ოღონდ.